საქართველოს კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი საქართველოსა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით კონცერტების სერიის ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები მეორე ღონისძიება წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში გაიმართა. პროექტი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას ისახავს მიზნად. კონცერტების სერია ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები უკვე მესამე წელია ტარდება საქართველოს კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი საქართველოს თბილისის მერიის მხარდაჭერით და ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ქართველი მუსიკოსების გაერთიანება, კონცერტებისა და მასტერკლასების ჩატარება თბილისსა თუ სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ წლების მანძილზე არაერთი პრემიერა შედგა ჩვენი კონცერტების სერიის ფარგლებში, არაერთი ის ნაწარმოებებით შევასრულეთ, რაც მსმენელისთვის უკვე კარგად არის ნაცნობი და ჩავატარეთ არაერთი მასტერკლასი, რაც ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის ასევე მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია, რომ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები გუშინ გაიხსნა საზეიმოდ ხონის არაჩვეულებრივ დარბაზში სამუსიკო სკოლის და დღეს ჩავატარეთ კონცერტი წყალტუბოში ამ სრულიად ღირსშესანიშნავ და გამორჩეულ სამუსიკო სკოლაში, სადაც ეს პროექტი გახლდათ ბახის კონკურსის, ბახის სახელობის კონკურსის გახსნა და ესეთი ერთობლივი თანამშრომლობა ჩემი და ვალერია შიუკაშვილისა, რომელიც გახლავთ ამ კონკურსის ხელმძღვანელი, უკვე არ იყო პირველი და მოხარული ვარ, რომ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებმა შემოიარა უკვე საქართველოს არაერთი რეგიონი და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მოვიცავთ საქართველოს ყველა ქალაქს. კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა მიიღეს. შესრულდა როგორც კლასიკური ქართული კომპოზიტორების, ისე თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები. პროექტი ასევე მოიცავს სხვადასხვა ჟანრს, საფორტეპიანო, კამერულ და ვოკალურ მიმართულებებს, რაც მას მრავალფეროვანს ხდის. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა თაობის ჩართულობას ეთმობა და გეგმილია მასტერკლასები და ახალი მუსიკალური ნამუშევრების პრემიერები. ბედნიერი ვარ, რომ უკვე მესამედ მქონდა საშუალება წარსდგარიყავი წყალტუბოს ძალიან კარგი მსმენელის წინაშე და მიხარია, რომ შევასრულე ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის რონდო ტოკატა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მუსიკოსებისათვის სწორედ ის საშუალება, რომ გამოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები ბახის ეროვნულ კონკურსზე. გასულ წლებში ჩვენ მომსწრენი ვიყავით იმისა, რომ მართლაც ძალიან გამორჩეული ახალგაზრდა მუსიკოსები მოვისმინეთ და მათ მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ნაბიჯები გადადგეს ამის შემდეგაც და სიამოვნებით ვადევნებთ თვალყურს მათ შემდგომ განვითარებას. ძალიან მადლობელი ვარ აქაური მსმენელისა, ბავშვების, რასაკვირველია და ამ არაჩვეულებრივი პროექტის რომელსაც ეწოდება ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები და ბახის ეროვნული კონკურსი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს წყალტუბოში ვიმყოფებით ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებით. შევასრულებ პირადად თამარ ლიჩელთან ერთად სულხან ცინცაძის 3 პიესა, ასევე ტრიოში შევასრულე აზარაშვილის დღეები მიდიან და ფანტაზია, რომელიც ხალხს ძალიან შეუყვარდა და ძალიან მიხარია, რომ მთელი საქართველო მოვიარეთ ამ ფესტივალით. ძალიან უკვე დაიწყება კონკურსი და ველოდებით ახალგაზრდა მუსიკოსებს. კონცერტების სერია 2024 წელს დაფუძნდა და უკვე ფართო გამოხმაურება მოიპოვა. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები წყალტუბოსა და ხონის შემდეგ ლანჩხუთში, ბორჯომსა და თბილისში გაიმართება, რაც ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.